წინა საახალწლოდ კონტროლი მკაცრდება წიწვოვანი ხემცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე. შეგახსენებთ, ამ წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა და შესაძლოა პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს. პარალელურად გრძელდება ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანია ნუ მოჭრი ნაძვს, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ. წიწვოვანი მცენარეების უკანონო სარგებლობის აღკვეთის მიზნით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შემოუერთდნენ. ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები წინა საახალწლოდ კონტროლს 24 საათიან რეჟიმში განახორციელებით. კანონდამტყუებების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული სანქციები. Ჩემს მეგობრებთან ერთად მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ არ მოუჭრათ ნაძვის ხე და თუ მაინც ვინმეს უნდა რომ ცოცხალი ნაძვის ხე ქონდეს, მოდი ქოთნის ნაძვის ხე დაიდგას თუ არა და არსებობს ძალიან ბევრი საშუალება იმისათვის, რომ გაილამაზოს საახალწლო დღესასწაული.